მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ჩვენი ტელევიზიის გახსნასთან დაკავშირებით სტუდიაში მოვიწვიეთ ქალაქ რუსთავის აკადემიური ქალაქისა და აკადემ ტელევიზიის დამფუძნებელი, საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი ბატონი გარი ჩაფიძე. გამარჯობათ ბატონო გარი. ამჟამად ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ბრძანდებით, ასევე აკადემ ტელევიზიის დამფუძნებელი. მინდა სწორედ ტელევიზიის შესახებ ვისაუბროთ და პირველ რიგში მინდა კითხოთ თუ საიდან გაჩნდა ტელევიზიის დაფუძნების იდეა. მოგესალმებით, რომ წამყვანო ქვეყნებში, საერთოდ წამყვან უნივერსიტეტებს ევროპაში თავიანთი საერთო სივრცე გააჩნიათ ტელევიზიის თვალსაზრისით. ჩვენ რასაკვირველია, ამდენს ვერ შევძლებდით ჯერჯერობით, თუმცა ავიღეთ მოგეხსენებათ ისეთი მიმართულება, რომელიც არის ინტერნეტ ტელევიზია და ერთ-ერთმა პირველებმა საქართველოში შევქმნით ეს ინტერნეტ სივრცე. რაც ძალიან საინტერესო იქნება ყველასათვის, აქ იქნება განთავსებული მოგეხსენებათ ჩვენი სასწავლებლის რეკლამის მდგომარეობები და ყველაფერი ის, რაც უნდა იყოს და ის სიახლეები, რაც ხდება საერთოდ ჩვენ სასწავლებელში. ანუ წამყვანი პოლიტიკა სასწავლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო სივრცის იქნება ყველაფერი ჩადებული აი ამ აკადემ TV ინფოში. თუმცა აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ არა მარტო რუსთავის აკადემიური ქალაქის შესახებ იქნება აქ საუბრები, აქ საუბარი იქნება ყველა იმ ფილიალზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და სხვადასხვა ძალიან დიდი რაოდენობით დაწყებული ქობულეთიდან დამთავრებული თელავამდე. ანუ ჩვენ ყველგან გვაქვს მოგეხსენებათ სასწავლო დაწესებულების ფილიალი. რა იქნება ტელევიზიის ძირითადი ფუნქცია და რა თემებთან დაკავშირებული რეპორტაჟებს იხილავს საზოგადოება? საზოგადოება იხილავს არა მარტო მართალია ჩვენ სარეკლამო სივრცეს დაუთმობთ ძირითად ასპექტს აი ამ ტელევიზიაში, ჩვენს მიღწევებზე გვექნება საუბარი, გარდა ამისა, იმ საერთაშორისო დონეზე, რომელიც რომ საერთოდ იქნება საქართველოში და რომელიც რომ იქნება ძირითადი მამოძრავებელი ძალა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მთელი ტელევიზია აგებული იქნება არა პოლიტიკურ მიმართულებაზე, იმიტომ ეს არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც მთლიანად არის განთავისუფლებული პოლიტიკისაგან და ძირითადად იმ აღზრდაზე იქნება საუბარი, რომელიც რომ თანამედროვე პედაგოგიკაში აუცილებლად უნდა იყოს და რომელიც რომ დატოვებს თავის კვალს. ბატონო გარი, რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო თემებზე აგებული მასალები მომავალი თაობებისათვის და დაეხმარება თუ არა ეს მათ ინტელექტის სამაღლებაში? რასაკვირველია, საგანმანათლებლო სივრცე და საერთოდ განათლება შეუქცევადი პროცესია, მოგეხსენებათ, ისევე როგორც ნებისმიერი სასწავლო მიმართულება. ამიტომ აქ საუბარი იმაზე დაეხმარება თუ არა, ცოტა უხერხული შეკითხვაც არის, იმიტომ რომ ნამდვილად დაეხმარება წამყვანი იქნება ადამიანის მომავალი ცხოვრებისათვის განათლება და განათლების მიღება და საგანმანათლებლო სივრცე. მოგეხსენებათ, არ არსებობს მსოფლიოში და არ არსებობდა არასოდეს არც ერთი ბრძენი, რომ იმას არ მიეღო განათლება და არ ყოლებოდა შესაბამისად თავისი მასწავლებელი, ვინც მიცემდა რასაკვირველია ამ განათლებას ნებისმიერ ადამიანს. რატომ უნდა აადევნოს თვალის საზოგადოებამ აკადემ ტელევიზიას? აუცილებლად უნდა აადევნოს, იმიტომ თუ მათ უნდათ მიიღონ ჭეშმარიტი განათლების საინფორმაციო მასალები, თუ მათ უნდათ რომ გაეცნონ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს თავშად საქართველოში, საზღვარგარეთ და განსაკუთრებით უკრაინაში. ამავე დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვაგან საგანმანათლებლო სიახლეები აუცილებლად უნდა და თანაც თუ აინტერესებთ ნოვაცია საგანმანათლებლო სივრცის, ერთ-ერთი სწორედ აკადემ ტელევიზია, რომელშიც ახლა ჩვენ აქ ვიმყოფებით ამ სტუდიაში, აი ამ ნოვაციისა და სიახლისა, აუცილებლად უნდა ადევნონ თვალი ჩვენს გადაცემებს. გარდა ამისა, თქვენ იცით რომ პირველებმა ჩვენ დავიწყეთ საბავშვო ბაგაბაღიდან, ნუ ახლა მე მინდა ეს სიტყვა ვთქვა, რომ აუცილებელია ალბათ ითქვას კიდევაც, მსოფლიოში და თქვენ იცით რომ მთელი ინტერნეტი გადაჭედილია ჩვენი ინფორმაციებით, ჩვენზე ინფორმაციებით. დავიწყეთ საბავშვო ბაგაბაღიდან, რომელიც არის თვითმფრინავში გახსნილი და ვამთავრებთ ესე იგი დოქტორანტურით, ანუ განათლების ყველა საფეხური გვაქვს, ისეთ პატარა მონაკვეთში, როგორიც არის აკადემ ქალაქი, ანუ დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრში არის ყველაფერი, რაც სჭირდება მომავალ თაობას 2 წლიდან 25 წლის ასაკამდე, რომ ადამიანი გახდეს უკვე ეგრეთ წოდებული მოგეხსენებათ დოქტორი მეცნიერების. ანუ ჩვენ აქ გვაქვს საბავშვო ბაღი, შემდეგ უკვე სკოლა, შემდეგ ფორმალური, არაფორმალური პროფესიული განათლება, რასაკვირველია, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა და ყველაფერი ის, რაც სჭირდება მომავალ თაობას აღზრდის სრულფასოვნებისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ ქვეყანას განათლება შეიარაღებულ არმიაზე უკეთ იცავს. ამიტომ მე რასაკვირველია ამით იგნორირებას არ უკეთებ შეიარაღებულ ძალებს პირიქით ძალიან დიდ პატრიოტიზმს ყველა ფორმიანს, მაგრამ საქმე ის არის, რომ განათლება
ყველგან არის საჭირო და განათლება იცავს ყოველთვის სახელმწიფოს ნებისმიერ სტრუქტურაში. მე როგორც განათლების მუშაკი რასაკვირველია პრიორიტეტს ვაძლევ ამ შემთხვევაში განათლებას ეს ბუნებრივია. აქვე ესეც მინდა გითხრათ რომ ჩვენ სიახლე გვაქვს ბაღში არა მარტო იმით რომ ალბათ საინტერესო იქნება ეს მკითხველისათვის მე არ თქვენ შეიძლება მომავალში ეს კითხვა კიდევ გაიმეოროთ მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ გარდა იმისა რომ ეს თვითმფრინავში არის საბავშვო ბაღი და ჩვენ ახლა უკვე 1 აპრილიდან ვიწყებთ განახლებულ ბაღში ახალი ბაღი ავაშენეთ მოგეხსენებათ იქ მუშაობას გარდა იმისა აი ამ სიახლისა კიდევ ის არის რომ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს ზედაჯგუფში გაძლიერებულად უცხოენებს სასაკვირველია და მსოფლიოში პირველები ვასწავლით ბავშვებს 4 წლის ასაკიდან ისეთ ძირითად მიმართულებას რომელიც მათ ჭირდებათ ეს არის ფიზიკა ეს შემოვიტანეთ ჩვენ ესე არც ერთ ბაღში ეს არ არის მარტო ჩვენს ბაღში იქნება რომ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს ფიზიკას და რატომ იმიტომ რომ ესენი იბადებიან ძირითადად ინდიგო ბავშვები მიდრეკილი ბავშვები არიან ტექნიკისადმი ტექნიკა რასაკვირველია დაფუძნებულია ფიზიკის განვითარების უშუალობაზე ამიტომ ეს იქნება ბავშვებისათვის ძალიან საინტერესო ძალიან სახალისო გაკვეთილები რომელსაც ჩაატარებენ ესე იგი გარდა უცხოენებისა მათ მიდრეკილება აქვს რასაკვირველი ენებისადმი თქვენ მოგეხსენებათ გარდა ამისა ფიზიკაშიდაც და პირველები ვიქნები ჩვენ ანუ ნოვაცია არის ესეც სასაკვირველია აი ამ თვალსაზრისით. ალბათ მე სხვები გადაიღებენ ამას და ეს ძალიან საინტერესო იქნება ყველასათვის. და ბოლოს მინდა თქვენი აქ ყოფნით ვისარგებლო და რედაქციასთან დაკავშირებითაც გკითხოთ, რამდენად არის რესურსი და შესაძლებლობა იმისა, რომ აკადემიური ქალაქის რედაქციამ თუნდაც ყოველთვიურად ახალი ნომერი შესთავაზოს მკითხველს. იცით რა, ეს უკვე დაგეგმილია ამის რესურსი არსებობს სასაკვირველი, ამის ტექნიკური საშუალებები ჩვენ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო რედაქცია, არამედ სტამბაც აქვს ჩვენი მოგეხსენებათ აკადემიური ქალაქის ტერიტორიაზე, ეს არის ფერადი ბეჭდის სტამბა. არავით არის პრობლემა არ გვაქვს იმის, რომ ჩვენ დაუშვათ დავბეჭდოთ არა მარტო გაზეთი, ყოველთვიური გაზეთი ჩემი საქართველოს სახელწოდებით, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა აკადემიური ქალაქი ასეთი გაზეთი, რომელიც გამოდიოდა მოგეხსენებათ გარკვეული პერიოდულობით, მაგრამ ახლა ჩვენ სარეკლამო ჟურნალის ასეთი გავაკეთეთ, საჩემი საქართველო. ანუ ყველა ადამიანმა გაისიგზეგანოს საქართველოს სიყვარული, ჩვენ უკვე ვიცით საქართველოს სიყვარული იწყება განათლებით და აქედან გამომდინარე რასაკვირველია ძალიან საინტერესო სარეკლამო ჟურნალის გამოვიდა და იქნება ჩემი საქართველო, ჩვენ ვფიქრობთ რომ სექტემბრიდან უკვე ანუ მომდევნო სასწავლო წლიდან ყოველთვიური იქნება ეს გამოცემა. გარდა ამისა, ჩვენ გამოცემთ თეზისების სახით სტუდენტთა კონფერენციის ნამუშევრებს. ჩვენთან არიან ძალიან ბევრი ისეთი სტუდენტები, რომლებიც რომ და სკოლაშიც აქვთ ასეთი მოსწავლეები, რომლებიც წერენ სხვადასხვა ნაშრომებს, მათ აქვთ ჩანახატები, ლექსები, ბრწყინვალე და ასე შემდეგ. ჩვენ აი ამას ყველაფერსათვის გვინდა კიდევ ცალკე გამოცეთ წიგნი მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი ფილიალებიდან გამომდინარე, აი მათი უშუალო შემოქმედებითი ნიმუშების ასახვით. რაც რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შესახებ გუშინ ჩემთან იყო პიროვნება, რომელიც დაინტერესდა იმით, რომ ესე იგი როგორ მიმდინარეობდა ჩვენს აკადემიურ ქალაქში საერთოდ ცხოვრება და რა ხდებოდა ეს ბელგიიდან გახლდათ ჟურნალისტი ჩამოსული სპეციალურად და სადიპლომო თემას აკეთებდა მაგისტრატურის დამთავრებელი კურსის სტუდენტი. აი სწორედ ეს წიგნის ესე იგი დაბეჭდვაც კი შესაძლებელი იყო ჩვენ სტამბაში. ჩვენ ისეთი ძლიერი სტამბა გაგვაჩნია, იმიტომ გითხარით ეს ფოტოალბომიც კი შეიძლება რომ დაიბეჭდოს ჩვენთან. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის რომ ყოველთვიური გაზეთი გავაკეთოთ, ეს უკვე ჩანაფიქრია, იდეა, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. და გარდა ამისა მინდა ისიც გითხრათ, გადაწყვეტილად რომ არავითარი ტექნიკური მხარე ხელს არ შეგვიშლის და მაღალ დონეზე წარმართავთ რასაკვირველია საგამოცდო საქმიანობას და ბოლოს მეც მინდა გითხრათ ეს აუცილებლად მთელი საქართველოს, მთელი ერის, მთელი ხალხის გასაგონად რომ წიგნს ვერაფერი ვერ შეცვლის. ძალიან კარგია ჩვენი ტელევიზიაც სასაკვირველია, ძალიან კარგია ინტერნეტი. საოცრება პირდაპირ შედიხარ ინტერნეტში ინფორმაციას იღებ. მაგრამ წიგნს ვერაფერი ვერ შეცვლის. ეს უნდა იცოდეს ყველა და აუცილებლად უნდა შევიყვაროთ წიგნები და ისინი ძალიან ბევრს მოგცემენ, რასაკვირველია ინტერნეტის თანხმობით. დიდი მადლობა ბატონო გარესტუმრობისთვის. ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ აკადემ ტელევიზიამ შესაფერისი ადგილი დაიმკვიდროს ინტერნეტ სივრცეში. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი ქალაქ რუსთავის აკადემიური ქალაქისა და აკადემ ტელევიზიის დამფუძნებელი, საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი ბატონი გარი ჩაფიძე იყო. მე კი მომავალში ხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.